ამომრჩეველი არ არის სტატისტიკა, სწორედ ეს დაადასტურა უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა. დღეს უნგრეთზე ბევრი ვისაუბრეთ და ეს საქართველოში არჩევნების მიმტაცებელი რეჟიმის კიდევ ერთი ეგრეთ წოდებული დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის სიტყვებია, რომელიც წაგიკითხეთ, მას ახალი როლი მოარგეს ოლიგარქის დავალებების ტრადიციულ შემსრულებელს კობახიძის კრიტიკის უფლება მიეცა. ის ეგრეთ წოდებული პრემიერის გვარს პირდაპირ არ ასახელებს, მაგრამ მის ინიციატივებს უპირისპირდება. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ხუნდაძე კობახიძის წინადადებებს ღიად აკრიტიკებს. დღეს ფასების იმიტირებულ კომისიას უთხრა, რომ მისი მუშაობის მიუხედავად ფასები იზრდება. ხუნდაძის გამოსვლა კობახიძის ფლანგს არ მოეწონა. მისმა აქტიურობამ გააჩინა შეკითხვა, ხომ არ ამზადებს ოლიგარქი ნიადაგს კობახიძის ჩამოსაცილებად. გამორჩეველი არ არის სტატისტიკა, არ არის უბრალოდ ციფრი და ეს არის ძალა, რომელიც საბოლოოდ წყვეტს ქვეყნის მომავალს. სწორედ ეს დაადასტურა უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა. პირველი ვინც ვიქტორ ორბანის ბედი გაკვეთილად აღიარა დიმიტრი ხუნდაძე აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის ვეტერანმა თანამოაზრემ და ქომაკმა, რომელიც ფორმალურად ოპოზიციის რიგებში ირიცხება, დღეს ოცნების მთავრობა ძალაუფლების შესაძლო დაკარგვის შესახებ საჯაროდ გააფრთხილა. საპარლამენტო ტრიბუნიდან შეუსრულებელ დაპირებებზე და ბევრ ისეთ პრობლემაზე ილაპარაკა, რის შესახებაც 13 წლის მანძილზე არ უსაუბრია. უფრო მეტიც აღიარა ის, რის გამოც წლებია ოპონენტები ოლიგარქის პარტიას აკრიტიკებენ და რის გამოც მის რიგებს არაერთი მხარდამჭერი და ამომრჩეველი გამოაკლდა. როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვები, უკმაყოფილება და მოლოდინები, საჭიროა არა მხოლოდ დაპირებები და დროის გაწევა, არამედ რეალური ნაბიჯები და რაც მთავარია, ხალხთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია. გულწრფელი თანამებრძოლები და ერთგული ამომრჩეველი თუ მხოლოდ საარჩევნო შედეგებისთვის გვჭირდება, ისინი უსასრულოდ თავს არ გამოგვაყენებინებენ. არჩევნებამდე 2 წელზე მეტია დარჩენილი და პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე ეს დრო იქნება საკმარისი მის მოსაგვარებლად. ფასების შემცირებაზე არათუ ვსაუბრობთ, არამედ საპარლამენტო კომისია შექმნით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს მართავთ, მაგრამ ფასები იზრდება და ზოგჯერ ჩვენი გადაწყვეტილებით ამ ტენდენციებს ხელს ვუწყობთ. ბოლო კვირებში პირველად არ ხდება, როცა ტრიბუნიდან დიმიტრი ხუნდაძის კრიტიკა ისმის. და ეს კრიტიკა პერსონალურად ირაკლი კობახიძის ინიციატივებს მიემართება. აქამდე იყო დაწუნებული გადაწყვეტილება 6 წელზე ძველი მანქანების ჯერ აკრძალვის, შემდეგ კი საბაჟო გადასახადის გაძვირების შესახებ. ხუნდაძემ გააკრიტიკა რეზონანსული გადაწყვეტილება პლასტმასის ქილების აკრძალვასთან დაკავშირებითაც. დღეს კი ყურადღება კიდევ უფრო მგრძნობიარე თემით მიიქცია და კობახიძის მთავრობას ძვირი საკვები პროდუქტების, გაძვირებული დენის ტარიფისა და საწვავის გამოუსაყვედურა. ამომრჩევლების გამოყენების შესახებ აღიარებას კიდევ ერთი დაამატა და აღნიშნა, რომ კობახიძის მთავრობის მცდელობებმა ცხოვრება არათუ გააიაფა, არამედ გააძვირა. რას ემსახურება ეს გააქტიურება რა? რას ემსახურება და წარმოიშვა კრიტიკული საკითხები და სწორედ ამ საკითხებზე გვაქვს, ასე ვთქვათ, რეაქცია. მანამდე 12 წლის მანძილზე არ იყო ეს კრიტიკული სიტუაცია. დაპირისპირება ოლიგარქის გარემოცვაში თუ ოპონირების იმიტაცია. რატომ ალაპარაკდა ხალხის ძალა პრობლემებზე ახლა, რომელიც მოსახლეობას უკვე წლები აწუხებს. ხუნდაძის თანაპარტიელებმა ფორმულას შეკითხვები უპასუხოდ დატოვეს. აღმოჩნდა, რომ ეს კითხვები სასურველი არც ქართული ოცნების წევრებისთვის აღმოჩნდა. ხო, ხალხი მხოლოდ არჩევნებისთვის გინდათო, დიდი ხანიო არ გამოგვაყენებინებენ თავსო. რა იგულისხმა მან ამ განცხადებაში? ქართული ოცნება ამ დროის მანძილზე თავს იყენებდა? ხუნდაძეს არ იცნობთ? ხუნდაძეს არ იცნობ, რას ნიშნავს? თქვენ გეკითხებით, როგორ გაიგეთ ეს განცხადება? ხუნდაძე ვთქვა და კითხე, ის უფრო კარგად აგიხსნა. თქვენ როგორ გაიგეთ ეს განცხადება? პასუხობს თუ არ გესმით გადავას. როგორ არ მესმის? ხორგული ვარ. არა, არაფერი არ მგონი ხათ, რატომ არ პასუხობთ? შეგიძლიათ რომ გვიპასუხოთ, მოისმინეთ თუ არა განცხადება, რომელიც გააკეთა დიმიტრი ხუნდაძემ. განცხადება კითხეთ. ცხენა შოთაბერეგაშვილმა შეიმჩნია. იმ კომისიის ხელმძღვანელმა, რომლის მუშაობაც ხალხის ძალამ დაიწუნა. კოლეგებს პატივისცემისკენ მოუწოდა და პარტიული დაპირებები გაიმეორა. ძალიან გთხოვთ ჩვენს მუშაობას პატივიეცით, რადგან ჩვენ ზრუნავთ, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასები იყოს საქართველოში ძალიან კონკურენტული და სექტორი მუშაობს ეფექტურად, რადგან ის განსაზღვრავს ჩვენი მოქალაქეობის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას და კოლეგებო, თუ შეგიძლიათ პროცესში ჩაერთვეთ პროაქტიულად, თუ არა და ძალიან გთხოვთ წინასწარ დასკვნებს ნუ აკეთებთ.
ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები ფიქრობენ, რომ ოლიგარქისთვისაც და მისი ამომრჩევლისთვისაც ცხადია, ხალხის ძალა ოპოზიციის ალტერნატივად ვერ შედგა. ამიტომ ეგრეთ წოდებული ძველი გვარდიის გააქტიურების მიზეზად ივანიშვილის კარზე დააპირისპირების ახალ კერას მიიჩნევენ, რაც შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს. ამგვარი თავდასხმები და მათ შორის რაც მე შევამჩნიე პერსონალიზებული კრიტიკა ირაკლი კობახიძის შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ირაკლი კობახიძემ საშინაო დავალება, ასე ვთქვათ, ვერ შეუსრულა ივანიშვილს და ამიტომ მისი გადაყენების დროც შეიძლება ძალიან მალე დადგეს ივანიშვილის კარის თამაშებში. უბრალოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებითი ცვლილების მოტანა ამ ქვეყანაში და არა ივანიშვილის პაიკების როტაცია. შეიძლება დაპირისპირება ქართულ ოცნებაში არის და ამას ჩვენ ხედავთ, ხო, ყველაფერში თავი დავანებთ, ღარიბაშვილი არის დაპატიმრებული, მაგრამ ხალხის ძალა, როგორც უსუსური ოპოზიციური ანტურაჟი და ფასადი ქართულ ოცნებას სჭირდება, მაგრამ მე მგონი მას წესიერად ვერც კი იყენებს და ეს რაღაცა თვითონ ოპონენტობანას თამაში არის ერთი ძალიან დიდი და იაფფასიანი ფარსი, რომლისაც მე მგონი ქართული ოცნების ყველაზე გულუბრყვილო მხარდაჭერებსაც არ სჭერათ. დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი და ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც პარტიას 2012 წლიდან დღემდე შემორჩა. ამიტომ პოლიტიკური ოპონენტები ფიქრობენ, ის ოლიგარქის წინააღმდეგ არ მიდის. არ გამორიცხავენ ივანიშვილმა ეს გარემოცვა მისი ახალი და დე-ფაქტო პრემიერისთვის სამწუხარო გეგმისთვის გამოიყენოს.